მოგესალმებით, პაიცებულო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ეკონომიკური სტრატეგია მთლიანად სოციალურ საკითხებს დაეთმობა. პირველივე გადაცემაში თქვენ კარგად გახსოვთ, სტუმრად გვყავდა ბატონი გიორგი ხუხაშვილი, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, რომელმაც ისაუბრა, რომ შემდგომი წლის ბიუჯეტები სოციალურად ორიენტირებული იქნება და ქვეყანას გარკვეულწილად მარჯვნივ სიარული მოუწევს. თუმცა შემდგომში ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდის შესაბამისად გადავალთ უფრო სწრაფ დაჩქარებულ ეკონომიკურ განვითარებაზე. ეკონომიკური სტრატეგია დღეს პირველად მთლიანად მოისმენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა მინისტრის ბატონ სურმანიძის ინტერვიუს. ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს ინტერვიუ გარკვეულ მონაკვეთებად დაგვეყო, გარკვეული თემატიკის მიხედვით და შემდეგ გაგვეანალიზებინა გადაცემის სტუმრებთან ერთად. ბათუმის სტუდიაში უფლებადამცველი ბატონი თამაზ ბაგურიძე გვყავს, ხოლო თბილისის სტუდიიდან სიმონ გაბრიჭიძე, ვერფეალ ფუნდეიშენის აღმასრულებელი დირექტორი ჩაგვერთვება, ეს ორგანიზაცია ძალიან სერიოზულად მუშაობს სწორედ სოციალური დაცვის, დაზღვევის, პოლიტიკის საკითხებზე, თუ რა პოლიტიკა უნდა გაატაროს ქვეყანამ ამ მხრივ და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გადაცემა გველოდება დღეს წინ. ეხლა მე რეჟისორს ვთხოვ თემატიკის შესაბამისად პირველი მონაკვეთი ბატონ ნუგზარის ინტერვიუდან გაუშვას, მოვისმინოთ და შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი სტუდიის სტუმრებთან ერთად. დიდი მადლობა მინდა გადაიხადოთ ბატონ ნუგზარ. მოწვევისთვის და საუბრისთვის, საინტერესო საუბრისთვის, იმედია საინტერესო საუბარი გამოგვივა. მართალია ჩვენი გადაცემის ძირითადი არსობრივი თემატიკა არის ეკონომიკური პოლიტიკა, სტრატეგიები, კონცეფციები, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები, რეგიონული პროგრამები, საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესზე შესახებ საუბარი, თუმცა ყველაფერს ამაზე არის მიბმული სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკა, რომელსაც რეგიონში თქვენი სამინისტრო ახორციელებს. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ საკმაოდ მძიმე სოციალური ფონი და მემკვიდრეობა ერგო ახალ ხელისუფლებას. ამიტომ იმ შეზღუდული რესურსების პირობებში, რომელიც კონკრეტულად თქვენ სამინისტროს გააჩნია, შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ ამ რესურსების ეფექტურ გამოყენებაზე სხვადასხვა პროგრამული მიმართულებებით. მოკლედ თუ შეიძლება ვთქვათ იმაზე, რა შესრულდა 2013 წელს, რა მოცულობის სამუშაო და რა ძირითადი მიმართულებები იყო და რა დაიწყო 2014 წელს და რა გაგრძელდება კიდე რა პრიორიტეტულ მიმართულებებზე აპირებ წელს მუშაობას. დიდი მადლობა. ჯანდაცვის სამინისტრომ 2012 წელს დაიწყო დახვდა მომზადებული ბიუჯეტი. ჩვენ ეს ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, დავუბრუნეთ უმაღლეს საბჭოთან, გადავხედეთ ამ ბიუჯეტს და ბიუჯეტში განახორციელეთ ცვლილება. ჩვენი მიზანი იყო მოსახლეობისათვის გადაგვეწყვიტა ის პრობლემები, რომელიც უგროვდებოდა წლების განმავლობაში და ისინი უსახსრობის გამო ამ სამედიცინო მომსახურებას ვერ ღებულობდნენ. ეს გახლავთ გეგმიური სამედიცინო მომსახურება. აუცილებლად ჩავთვალეთ, რომ ამოქმედებული იყო урგენტული სამედიცინო დახმარების პროგრამა, ვინაიდან იმ დროს საქართველოში მწვავე გადაუდებელი დაავადებების დროს მკურნალობა არ ფინანსირდებოდა მოზრდილი მოსახლეობისათვის, მხოლოდ ფინანსირდებოდა პენსიონერებისათვის და ბავშვებისათვის და მოზრდილი მოსახლეობა რჩებოდა სამედიცინო მომსახურების გარეშე. ეს ისეთი დაავადებებია, რომელთა დროს თუ კი 24 საათის განმავლობაში არ მოხდა ოპერაციული ჩარევა ან ინტენსიური მკურნალობა, შეიძლება პაციენტი დაიღუპოს. ჩვენ ეს პროგრამა ამოქმედეთ და გათვლილი ჰქონდა წლის ბოლომდე. გარდა ამისა, სულ ჰქონდა 15 პროგრამა, თანხა იყო გამოყოფილი სადღაც 8.500.000 ლარი, ეს იყო წლიური ბიუჯეტი. ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს ბიუჯეტი დაგვეზრდოს მოსახლეობისათვის და მთლიანად პროგრამების მართვა საკუთარ თავზე აიღო ჯანდაცვის სამინისტრო. ესე იგი, ის ხარჯი, რომელიც უნდა წასულიყო პროგრამების მართვაში, არ გაწეულა, ისიც მოხმარდა მოსახლეობას და ჩვენ შევეცადეთ საკუთარი რესურსებით მთლიანად გვემართა იმ ასიგნებების ფარგლებში, რაც გამოყოფილი იყო სამინისტროს აპარატის შენახვისათვის. ამოქმედეთ 15 პროგრამა. წლის განმავლობაში 40,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მომსახურება, აქედან 4,300 მეტმა პაციენტმა მიიღო სტაციონარული დახმარება. ეს გახლავთ გადაუდებელი ოპერაციები, ეს გახლავთ გეგმიური ოპერაციები, ეს გახლავთ ენდოპროტეზირება, ინდივიდუალური დახმარება და ასე შემდეგ. ჩვენ შევეცადეთ, რომ ის მწვავე პრობლემები, რაც იყო დაგროვებული, გადაგვეწყვიტა 2013 წლის განმავლობაში, იმიტომ 2014 წლისათვის სხვა მიზნები ჰქონდა დასახული და ამის შესახებ მე თქვენ გეტყვით. 2013 წლის 1 თებერვალს ამოქმედა საყოველთაო ჯანდაცვის პირველი ეტაპი, რომელმაც
ყველა მოქალაქისათვის, ვინც არ იყო დაზღვეული, დაფარა გადაუდებელი დახმარებების დროს მკურნალობის ხარჯები. ლიმიტი იყო 15,000 ლარის ფარგლებში. ჩვენ ორკვირიანი შვალიდით დავტოვეთ გარდამავალი პერიოდი, ჩვენი გადაუდებელი სამეცნიერო დახმარების პროგრამა შევაჩერეთ, იმიტომ რომ უფრო კარგი რესურსი იქნა მოწოდებული საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. პირველი ივლისიდან ამოქმედა საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ეტაპი, იქ ამოქმედა ონკოლოგიური სამეცნიერო დახმარების პროგრამა, ამოქმედა გეგმიური სამეცნიერო დახმარების პროგრამა, გაფართოვდა ამბულატორიული სამეცნიერო დახმარების პროგრამები, ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი ონკოლოგიური სამეცნიერო დახმარების პროგრამა, შევაჩერეთ გეგმიური სამეცნიერო დახმარების პროგრამა, ასე რომ საყოველთაო ჯანდაცვის სამოქმედებამდე აჭარის მოსახლეობას ჰქონდა ყველა პირობა, რომ მიეღო ის მომსახურება, რასაც დღეს ღებულობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებით. მე მინდა კითხოთ აუცილებლად ჩაგკითხოთ იმასთან დაკავშირებით არის თქვა ის თქვენ ახსენებთ უკვე ერთიანი პროგრამა სახელმწიფო რომელიც მიღებულია და რომელმაც თქვენ მოგცათ საშუალება გამოანთავისუფლოთ რაღაც კონკრეტული ფინანსური საშუალება და კიდე ანუ არის თუ არა თქვენთან ამ შემთხვევაში აჭარის ჯანდაცვის და სოციალურ დაცვის სამინისტროში პროგრამები რომლებიც გაყენებულა ანუ ცალკე ხორციელდება რომელიც დაუშვათ არ ხორციელდება საქართველოს ასეთი პროგრამა არის ჩვენი პირველი ჯანდაცვის ამაზე მივიდიოდი ზუსტად ჩვენ საქართველოს მასშტაბით ხორციელდება პირველი ჯანდაცვის რეფორმირება ამ მიმართულებით ჩვენს გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ და გვინდა რომ აჭარის სოფლის მოსახლეობა მიიღოს მართლაც მაღალი ხარისხის სტანდარტული სამეცნიერო მომსახურება რა ნაბიჯები გადავდეთ პირველ რიგში რაც განსხვავებულია საქართველოს სხვა რეგიონებთან ამ ეტაპზე ჩვენ მთაში მომუშავე ექიმებს, სოფლის ექიმებს გავუსარდეთ შრომის ანსო დამატებით ვაძლევთ 300 ლარს, ბარში მომუშავე ექიმებს 150 ლარს ვაძლევთ, გარდა მაგისა მუნიციპალიტეტთან კონსულტაციების შედეგად ეს ექიმები საკუთარი ხელფასთან ყიდულობდნენ მედიკამენტებს, იხდიდნენ კომუნალურ ხარჯებს. ამ ხარჯებისგან ისინი გავანთავისუფლდნენ და ამას გადაიხდის მუნიციპალიტეტები ამ ეტაპზე, მაგრამ ამავე ეს გეგმავს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და თუ მოხდება გავარება ჩვენ იმ რესურსს გადავიტანთ სხვა მიმართულებით. გარდა მაგისა, გაეროს მოსახლეობის ფონდთან შეთანხმებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება თანამონაწილეობით შეუძინოთ ყველა სოფლის საექიმო ამბულატორიას მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანა რომ გავზარდოთ კომუნიკაციის საშუალება ექიმის რომ მას შეეძლოს დღის განმავლობაში რამდენიმე გამოზახების შეძლება ბორსულთა პატრონაჟი ბინაზე მოვლის საკითხების გადაწყვეტა და ვფიქრობ რომ 2014 წელს ჩვენ უნდა შევიძინოთ 21 ავტომანქანა რომელსაც მთლიანად უნდა დავფაროთ მაღალი მთის 3 მუნიციპალიტეტის მოთხოვნა და ყველა საექიმო ამბულატორიას პირველი ჯანდაცვის ექიმს ყავდეს მანქანა მსხვილის ხელფას მანქანის შენახსვის ხარჯებს მოვლის ხარჯებს და დასვენების ხარჯებს გაიღებს მუნიციპალიტეტი აი ეს განსხვავებულია რაც კეთდება დაუშვათ სხვა რეგიონთან შედარებით მაყურებელს მინდა ბოდიში მოვხადო ასევე ბატონ ნუგზარს გამომივარდა ბატონ ნუგზარის სახელი ამიტომ ამ შეფერხებისთვის ბოდიში გიხდით ბატონო სიმონ თქვენთან მინდა გადმოვიდე პირველი შეკითხვით თბილისში მოგეხსენებათ საკმაოდ კარგად გაშალა მინისტრმა თემა და საკითხი ჩვენ პირველად ჯანდაცვაზე გვინდა გავამახვილოთ ამ წუთას ყურადღება და თან ამასთან ერთად ზოგადად ვისაუბროთ იმ სოციალურ პოლიტიკაზე რომელიც ქვეყანაში ხორციელდება თქვენი მოსაზრება ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო იქნება მაყურებლისთვის გისმენთ ყურადღებით მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. მათ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ რაც თქვენი გადაცემის მგონი სტატუსიდან ძალიან რელევანტურია. ჯანმრთელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანური კაპიტალი, რომელიც ქვეყანას შეიძლება წარმატებით გამოიყენოს ეკონომიკური წინსვლისათვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში ხორციელდებოდეს ესეთი პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ეს პროგრამა, რომელიც დაიწყო 2013 წლის თებერვალში, ძალიან მნიშვნელოვანი არის. იმიტომ რომ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ფაქტიურად ხელი არ მიუწვდებოდა არც ერთი სახის დაზღვევაზე და ხშირ შემთხვევაში სამედიცინო მომსახურებაზე, მოხდა ამ მოსახლეობის ამ ნაწილის მოცვა ამ პროგრამით.
ამიტომ რა თქმა უნდა ეს უნივერსალური ხელმისაწვდომობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა ქვეყანა აქეთკენ მიისწრაფის და ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ასე ვთქვათ წარმატება და ეფექტურობა სწორედ ამით ხასიათდება და ამით ფასდება თუ რამდენად მიუწვდება მოსახლეობას ხელი ჯანდაცვის სერვისებზე და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ რამდენად დაცული არის მოსახლეობა კატასტროფული დანახარჯებისაგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ კატასტროფული დანახარჯების შემთხვევაში ხშირ შემთხვევაში ეს იწვევს მოსახლეობის კიდევ უფრო გაღატაკებას და ამას შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები წარმოქმნას არა მარტო იმ ადამიანებისათვის, არამედ მთელი ქვეყნისათვის. ამიტომ ზოგადად რა თქმა უნდა ეს იყო ძალიან დადებითი მოვლენა, თუმცა როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს უნივერსალური ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისათვის, რომლებიც განვითარებად ქვეყნებს მიეკუთვნებიან და მაინდა-მაინც ეკონომიკურად არ უხინს, არ არის ადვილად ხელმისაწვდომი, შესაძლებელია ეს პროგრამა დაიწყოს, მაგრამ აუცილებელია ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინება, თუ გვინდა რომ ეს პროგრამა იყოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში მდგრადი და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოხდეს ამ პროგრამის შესწავლა, ასე ვთქვათ, მისი შეფასება უკვე ფაქტიურად ერთი წელი გავიდა უკვე, რაც urgentული დაიწყო, 1 ივლისს უკვე გავა ერთი წელი, რაც დაიწყო გეგმიური დაემატა ამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გეგმიური კომპონენტი, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოხდეს შესწავლა ამ პროგრამის შეფასება, მოხდეს იმის გარკვევა თუ რა მუშაობს კარგად, რა არ მუშაობს კარგად, რამდენად წარმატებული იყო ეს ერთი წლის განმავლობაში და შესაბამისი ცვლილებები შევიდეს ამ პროგრამაში. ჩვენ რა თქმა უნდა ვატარებთ ჩვენი ორგანიზაცია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენ კოალიციაში შედიან, ვატარებთ კვლევებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი კვლევა ჩავატარეთ ამ ბოლო პერიოდში, თუმცა სამწუხაროდ ჯერჯერობით ანალიზი არ აქვს გაკეთებული, მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც საჭიროა ყურადღება მიექცეს, ეს არის მედიკამენტების კომპონენტი. ეს იყო სამწუხაროდ არა მარტო ამ პროგრამის, არამედ ზოგადად სადაზღვევო პროგრამები არსებობს საქართველოში ჯანმრთელობის სფეროში, ყველას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი, რომ ხშირ შემთხვევაში ეს არ ითვალისწინებს ესენციური, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი მედიკამენტების ანაზღაურებასაც კი. ამიტომ ასეთი ძალიან ხშირად ასეთი რამე ხდება, რომ როდესაც პაციენტი მიდის ექიმთან, შესაძლოა მან იცის უკვე თავისი დიაგნოზი, აქვს რეცეპტი ხელში, მაგრამ სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში მას მკურნალობა ბოლომდე ვერ მიყავს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაც მე შევსავალი იმასისაგან, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია 100% დანაზღაურდეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ დაავადებებზე, რომლებიც კრიტიკულია, რომელთა მკურნალობის გარეშე შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდეს და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დაავადებებზე მაინც არსებობდეს გარკვეული დაფინანსება მედიკამენტებზე სახელმწიფოს მხრიდან, ამ პროგრამის მხრიდან, რაც მნიშვნელოვნად აადიდებს, ასე ვთქვათ, თავიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას და ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემთხვევაში მოგეხსენებათ ადამიანს გაცილებით უფრო მეტი დანახარჯები აქვს ჯანდაცვაზე და რაც მთავარია შესაძლოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა ვერ შემოგვიდეს უკეთესობისაკენ. ამიტომ ეს კომპონენტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანი არის საყოველთაო ჯანდაცვასთან და ზოგადად ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით, რომ არსებობდეს და ქვეყანამ ამის შესახებ უფრო მეტი რესურსები ჩადოს და უფრო მეტი ყურადღება გაამახვილოს მოსახლეობის სამედიცინო განათლებაზე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებში, როგორც სხვადასხვა კვლევები აჩვენებს, საქართველოში მოსახლეობის ავადობის ძალიან მაღალი წილი გამომდინარეობს მათი ქცევითი ფაქტორებით. ამით რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ მოსახლეობის ცნობიერება ზოგადად ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, დაავადებათა პრევენციის შესახებ ძალზე დაბალია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ამ მხრივ დაიწყოს ქვეყანაში ძალიან მასშტაბური კამპანია სახელმწიფოს მხრიდან, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ორგანიზაციები ამა თუ იმ ფორმით
ახორციელებენ ამ საკითხებზე მუშაობენ, თუმცა ამას უნდა მიეცეთ ჩემი აზრით და ჩვენი ორგანიზაციის აზრით ძალზე სისტემური ხასიათი, სახელმწიფომ იგივე ჯანმრთელობის სამინისტრო, ასევე განათლების სამინისტროც უნდა ჩაება სამაში და ეს უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრეული ეტაპიდან, გაცილებით უფრო მეტად უნდა იზრუნოს, რომ ადრეული ასაკიდან ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაიზარდოს მოსახლეობის ცნობიერება და თუ ეს მოხდება ადრეული ასაკიდან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც ხდება ქცევის ფორმირება მისი ფორმირებული ქცევის შეცვლა უკვე ძალიან ძნელია, მაგრამ როდესაც ჯერ არ არის ქცევა ფორმირებული, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო ჩაერიოს და უფრო ეფექტურად მოახდინოს ამ ასე ვთქვათ კომპონენტის დაფინანსება და ორგანიზება. რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ამ პროგრამასთან დაკავშირებით არსებობდეს რაღაც გრძელვადიანი გეგმაც, ასევე ანუ რას აპირებს სახელმწიფო ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მოგახსენებათ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში გარკვეული პრობლემები შეექმნათ სადაზღვევო კომპანიებს და ეს მაგალითად არქიმედეს Global Georgia არის ბოლო მაგალითი და მისი კომპონენტი დაემატა ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, ასევე უფრო ადრე ასეთ მსგავსი სიტუაცია იყო ალფასთან დაკავშირებით და მომავალში ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო იცოდეს ზუსტად თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, როგორი იქნება ასე ვთქვათ სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ, როგორი იქნება როლი იმ სადაზღვევო კომპანიების თუ კერძო პროვაიდერების, რომლებიც მოქმედებენ ამჟამად ჯანდაცვის ბაზაზე და ეს იყოს ზუსტად გათვალისწინებული და ეს რისკები, რომლებიც ამ პროცესს შეიძლება უკავშირდებოდეს, იყოს თავიდან აცილებული. აი მოკლედად შევიძლია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ მოგახსენოთ. ძალიან დიდი მადლობა. მე ხლა რეჟისორს ვთხოვ რომ თემატურად გადაემება ამას მეორე სიუჟეტი, რომ გავაგრძელოთ ის ინტერვიუს მოსმენა ბატონ მინისთან და შემდეგ ბატონ თამასთან გადავალთ შეკითხვა. პროდუქტ ჩაგიკითხოთ უნდა ბატონო გზა რა ამ სოციალურ პაკეტთან დაკავშირებით აუცილებლად, იმიტომ რომ ხშირად ხდებოდა კრიტიკა სწორედ დათვლის მეთოდიკის, ანუ ეგრეთ წოდებული ქულების არეთი თუ ასე ვთქვათ ქულების შეჯამების მეთოდიკის და ხშირად მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ არასწორად ითვლება და თქვენ რაიმე ხوار შეგიძლიათ ამ კუთხით თუ თქვენ არ მონაწილეობთ ამაში, რომ თქვენ აღსრულებელი ხართ. თქვენ არ მონაწილეობთ ამ პროცესში, მაგრამ ძირითადად ეს სადავო მაინც ხდება 57000 ქულამდე და ხატაკი ადამიანი, როცა ისინი სოციალურ შემწეობას ხებულობენ, ან 70000 ქულამდე, როცა ადამიანი სარგებლობს სამინისტრო დაზღვევით. იმის ზევით, როცა იჭება ქულები, იქ არავინ არ დავავს, იმიტომ რომ ვერავით არ სარგებელს ამ ქულებით ისინი ვერ პოულობენ, მაგრამ ისინი ხდებიან ჩვენი პროგრამების ბენეფიციარები და მათ შეუძლიათ ჩვენი პროგრამით ისარგებლონ. გარდა მაგისა, კარდიოქირურგიული სამეცნიერო მომსახურების პროგრამა აჭარამ დაიტოვა მისთვის, იმიტომ რომ ჩვენს ეს პროგრამა გავაკეთეთ სოციალურ დაუსველ ადამიანებზე მორგებული, თუ ადამიანს აქვს რაც უფრო დაბალი აქვს სოციალური საიდინგო ქულა, მით მეტ ანაზღაურებას იღებს ის. თუმცა 70000 ქულამდე ჩვენ ადამიანი, რომელიც არ არის დასხმეული დავშვათ, ბოდიში 100000 ქულამდე იღებს 90%-იან დაფინანსებას, 10% მისი გადასახდელია. 200000 ქულამდე იღებს 80%-ს დაფინანსებას, 20 მისი გადასახდელი. აი ქულები თუ არ გააჩნია მას 200000-ის ზევით, ადამიანი იღებს 70%-იან დაფინანსებას, როგორც საყოველთაო ჯანდაცვაში მიღებული. შეიძლება ეს პროცენტები არაფერს არ ნიშნავდეს, მაგრამ როცა 17000 ლარია გადასახდელი, 17000 ლარის 10% ერთი თანხა, 30% განსხვავებულა საკმაოდ დიდი თანხა, რომელიც შეიძლება ბევრი ოჯახისათვის, ვინც თვით დასაქმებითაა დაკავებული და ისეთი დიდი შემოსავალი არ გააჩნია, წლიური შემოსავალი იყოს. აი ამ მიმართულებით ჩვენ მუშაობდით ჯანდაცვაში. 2014 წლისათვის ჩვენ ძირითად პრიორიტეტად მაინც გავსაზღვრეთ ჩვენი მოსახლეობის სოციალურ დაუსველი ადამიანების, ვინც ვერ სარგებლობს სახელმწიფო პროგრამებით, მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური რისკების დაცვა, მისთვის გვაქვს ჩვენ პროგრამა 8 პროგრამაზე ვედით. გარდა მაგისა, ჩვენ გავაფართოვეთ სოციალური სფერო და
აჭარა როგორც მოგეხსენებათ, ყოველთვის იყო კარგი შობადობით გამორჩეული ჩვენთან დემოგრაფიული მაჩვენებელი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბევრ რეგიონში იყო უარყოფითი ბალანსი, ჩვენთან ყოველთვის შობადობა ჭარბობდა გარდაცვალებას. გასული წლის მონაცემისას და შობადობა გვაქვს 12.6 გარდაცვალება გვაქვს 6 და 3, ასე რომ ჩვენ ბუნებრივი ნამატი გვაქვს 6-ზე მეტი, მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხელი შევუწყოთ მოსახლეობის დემოგრაფიულ განვითარებას. პრობლემები ბევრია, ძალიან ბევრია. ამ პრობლემის ერთბაშად გადაწყვეტა ვერ მოხერხდება. მაგრამ ჩვენი ძირითადი მიზანია დროულად მოახდინოთ ამ პრობლემის იდენტიფიცირება და მივიღოთ ზომები, რომ მან უფრო დიდი პრობლემა მოსახლეობას არ შეუქმნათ და გადაუწყვიტოთ ამ თემის სფეროში. ეხლა ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა ჩვენი მოსახლეობის მაღალმთიანი რეგიონია. მეწყერსაში ზონებია, ეს წლების განმავლობაში ასე ხორციელდებოდა და მე მიხებულობდი რაღაცა დახმარებას, გამაგრებით სამუშაოებს, რაღაც შეპირებები იყო, რომ მოგცემთ ბინებს, გადაგიყვანთ ქალაქში ან დაგასახლეთ. ჩვენი მიდგომა ცოტა შეიცვალა, ჩვენ ვცდილობთ, რომ ნებისმიერ ასეთი ოჯახი შევისწავლოთ კომისიურად, გეოლოგების, კონსტრუქტორების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობით, შევაფასოთ მათი რისკები, რამდენად მაღალია რისკები, თუ ის სახლი საფრთხის შემცველია ცხოვრებისათვის შევთავაზოთ რაღაცა. ჩვენი ხედვა რომ პირველ რიგში ადამიანს უნდა გადაუწყვიტოთ მისი პრობლემა მუნიციპალიტეტის ფარგლებში, იმიტომ რომ ის მიბმულია მიწაზე, თვითდასაქმებითაა დაკავებული როგორც წესი, რომ მას არსებობის წყარო ქონდეს ახლოს. ეგ თქვენი სამინისტროს პრეროგატივა. ეს არის თავის განსხვავება, მაგრამ ძირითად სამუშაოს მუნიციპალიტეტს ვასრულებთ ჩვენ. ამის შემდეგ უკვე ამ პრობლემების გადასაწყვეტად გარკვეული თანხები არის თქვენ. თანხები არ არის კაბი. ეს პრობლემა მეგეთქვით. ამ პრობლემასთან დაკავშირებით თანხები არის რამდენიმე წყარო არის. პირველი წყარო გახლავთ ეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდი, საიდანაც თანხა გამოიყოფა. მეორე წყარო შეიძლება იყოს საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი გარკვეული მიზნობრივი ხარჯები. და მესამე წყარო შეიძლება იყოს ოკუპირებული ტერიტორიის ძლიერ გადაადგილებული ტოლთან დასახლების სამინისტროს ხარჯები, კიდურებიც არა, რომლებიც ყიდულობენ სახლებს დაუშვათ ეკომიგრანტებისათვის, რომელთა გადასახლება ორგანიზებულად ხდება საქართველოს სხვა რეგიონებში. არის დონორთა ორგანიზაცია შვეიცარიის განვითარების ფონდი, მაგალითად სოფელ პანტარის მოსახლეობისათვის უახლოეს პერიოდში შეისყიდის თუ ყიდულობს უკვე 16 საცხოვრებელ სახლს პირუთს, რომ ამ ოჯახებს გადასცეს ჩვენი წილი იქნება, ჩვენი მონაწილეობის ფორმა იქებაში. ამ ოჯახების გადაყვანების ხარჯების საფარვა და რაღაცა ნაწილი ჯიბის ფული პირველ დღეებში ადამიანმა ადაპტაცია მოახდინოს ახალ გარემოში. აი აქაა პრობლემები, ამ პრობლემებს კომპლექსური მიდგომა ჭირდება. ჩვენ ახლა გვჭირდება აუცილებლად რაღაც კანონი ეკომიგრაციის შესახებ, იმიტომ რომ როცა სამართლებრივი ჩარჩოები არ არსებობს, ძალიან ბევრი გადაწყვეტილება იყოს შეიძლება მიღებული სუბიექტური. შეიძლება ადამიანები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანას ამ ეტაპზე გააჩნია დახმარების საშუალება და მომდევნო წლებში შეიძლება ეს საშუალება გაიზარდოს და აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც დახმარება მიიღო 3 წლის წინ, უფრო ნაკლები იყო, ვიდრე მიიღებს გარკვეული პერიოდის შემდეგ. ამიტომ რაღაცა ვცდილობთ, რომ სოციალური სამართლიანობის პრინციპი იყოს დაცული ყველას მიმართ, რომ დახმარება მიიღოს ყველამ, რომ ადამიანს კონდეს უსაფრთხო სახლი. მაგრამ ამ პირობებშიც კი ვფიქრობთ, რომ რას უფრო სოციალურად შეჭირებული ადამიანი დახმარების მოსულობისთვის იყოს მეტი. დიახ, იმიტომ რომ თუ ადამიანი არის შემწეობის მიმღები სახელმწიფოსგან, წარმოიდგინეთ, მას არ დარჩება იმის საშუალება, რომ სახლი შეაკეთოს ან რაღაცა შეძინოს ამ სახლს. მაგრამ თუ ადამიანი არ არის სოციალურად შეჭირებული, კი დიდი ზარალია, რაღაც დახმარება ჭირდება და ეს დახმარების მოსულობა არ უნდა იყოს იმდენად დიდი, რომ მთლიანად სახელმწიფო აიღოს ვალდებულება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ადამიანმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს საკუთარი სახლის მშენებლობაში. ამ მიმართულებითაც მუშაობთ, აქტიურად ვართ ჩაბმული. გარდა ამისა, აქტიურად ვიწევთ მუშაობა იმ ადამიანებთან, ვინც გასულია საქართველოს ფარგლებს გარეთ, ახლა წარკის პრობლემაა. იქ ადამიანები შეუძინეს გარკვეული პერიოდის წინ ორგანიზებული წაყენების საცხოვრებელი სახლები, მაგრამ არ არის ჯერ დაკანონებული, ეს ადამიანები ითხოვენ დაკანონებას. ნაწილი ადამიანებისა წავიდა თვითდინებით, ახლა იქ არიან, პრობლემები ვერ გადაწყვიტეს.
ну ჩვენ ვცდილობთ რომ ადგილზე გასვლით თითოეული პრობლემის იდენტიფიცირება მოვახდინოთ და შესაბამის უწყებებს მივაწოდოთ ინფორმაცია რომ კომუნიკაცია გავაადვილოთ რომ ადამიანებმა შეძლონ საკუთარი პრობლემების რაღაცნაირად როლი გადაწყვეტა ბატონო თამოს, თქვენთან მინდა გადმოვიდე შეკითხვით, მე მინდა რომ აი ეს ნაწილი რამოდენიმე თემად გავყოთ, მნიშვნელოვან თემად. პირველი ძალიან ხშირად ვიდეო და კრიტიკა იმის რომ მეთოდიკა თვითონ დათვლის ამ სარეინდიგო ქულების არის არასწორი, მიდგომა არის არასწორი. თქვა ეთახვები თუ არა ამ აზრს და მეორე აქვე მინდა ჩაგეკითხო თქვა ის სოციალური პაკეტი დახმარების რომელიც შეთავაზებულია დღეს. რით განსხვავდება იმ პაკეტისგან რომელიც არის გაუმჯობესება არის თუ არ არის გაუმჯობესება და აი შემდგომ უკვე ვისაუბროთ ეკომიგრანტებზე მნიშვნელოვან თემას. მოგესალმებით, მადლობას მიხდით მოწვევისათვის, მივესალმები ტელემაყურებლებს. ეხლა შინაარსობრივად მე რაც მოусმინე მინისტრის გამოსვლას, ნამდვილად საინტერესოა მოსასმენად, მაგრამ რეალობა არის სულ სხვა. რეალობა არის ის, რომ რეგიონში სოციალური ფონი დღითიდღე მძიმდება და მე არ ვიტყვი, რომ ეს არის მოქმედი ხელისუფლების ბრალი, არამც და არამც, იმიტომ რომ 9 წლის განმავლობაში ყველა ეს პრობლემა გროვდებოდა და დღეს არის უკვე მისული იმ მდგომარეობამდე, რომ ხალხი უკვე ვეღარ ითმეს. აი ახლა რაც შეეხება აი ამ ქულებთან დაკავშირებით, მართლაც წლების განმავლობაში ყოველთვის მიდიოდა ამაზე, ესე იგი დავა, რამდენად იყო ის ობიექტურად თუ არა. მე მაგალითად ძალიან ხშირად თითქმის ყოველდღიურად მიწევს განსაკუთრებით სოციალურ ოჯახებთან და ადამიანებთან შეხვედრა და ხშირად შევსწრებულა ისეთ ფაქტს და მინახავს თვალით რომ ადამიანს ოჯახში არაფერი არ გააჩნია და მას მოუხსნეს დახმარება და მე მთხოვენ განმარტებას ახსნას იმისა რომ რატო ხდება ეს ეხლა მე როგორ უნდა აუხსნა რა რეალურად ხედავ სურათს რომ მას არანაირი შემოსავალიც არ გააჩნია პირობები არ არის ელემენტარული საცხოვრისი იქ და ასეთი ძალიან ბევრი ოჯახია აჭარაში და მას უხსნიან ესე იგი დახმარებას არის ასეთი შემთხვევაც რომ თუ ადამიანს მაგალითად აქვს სახლში ქონდა უბრალოდ ტელევიზორი ძველი მაცივარი ან ვიღაცამ აჩუქა რომ არ დაბრმავდეს ადამიანი არ დაყრუდეს და ტელევიზორის ყურების საშუალება ჰქონდეს, მას დახმარებას უხსნიდნენ. ძალიან ბევრია ასეთი. რაც შეეხება იმ სამედიცინო პაკეტს, რომელიც გადაცემის პირველ ნაწილში მართლაც მისასალმებელია ეს პაკეტი საყოველთაო ჯანდაცვა, ну ეს სრულყოფილად ვერ აღმოფხვრს იმ პრობლემას, რომ ადამიანი რომ მიდის ახლა ფაქტურად ძალიან ბევრი ოჯახი ვიცი მე, რომელსაც ანალიზის აღების საშუალება არ აქვს, მაგრამ ეს საყოველთაო დაცვა ამას ჯანდაცვა ამას არ ითვალისწინებს, იმიტომ რომ ანალიზი თუ აიღე და დიაგნოზი არ გაიგე დროზე ხომ ოპერაციამდე რომ მივა საქმე ეს ზუსტად იმიტომ მიდის რომ შენ მანამდე ვერ განახორციელე ის საჭირო მოქმედებების სამედიცინო მომსახურება რაც რა თქმა უნდა აი ამ პაკეტში არ არის გათვალისწინებული. ეხლა მე არ მინდა რომ ყველა თქვა გამოვიდეს ჩემი გამოსვლა ისე რომ ყველა პრობლემა ერთბაშად ეხლა გადაწყდეს, მაგრამ პრობლემები რა თქმა უნდა არსებობს და ამ პრობლემებს თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ. გადასახედი აუცილებლად გადასახედი ეს ქულების. ასევე აი მე ვიცი ძალიან ბევრი ოჯახი, აი დღესაც გქონდა შეხვედრა გუშინ კვატიაში რამოდენიმე ოჯახს შევხვდი, მანამდე წაბლანაში, ხიხაძირის ხეობაში, განსაკუთრებით ზემომთიან აჭარაშია ამ ხრივ ძალიან რთული ვითარება, იქ როდესაც რასაც სახელმწიფო აძლევს, ის მას არ ყოფნის. ეხლა მინისტრმა ძალიან კარგად თქვა, რომ დემოგრაფიული მონაცემებია აჭარაშიო, კარგია. ხო და რომ კარგია, აი იმ ხალხს მიხედვა უნდა. ძალიან ზემომთიან აჭარაში უმეტესობა არის მრავალშვილიანი ოჯახი. ავიდეთ და ვნახოთ ახლა ისინი რა პირობებში და აქვს თუ არა იმის საშუალება რომ აი ეს ბავშვები მომავალი თაობა არჩინონ და არ აქვს და გადადიან თურქეთში რომ რაღაცა ორი კაპიკი ასე ვთქვათ გააკეთონ და გადასვლა როგორც კი დაფიქსირდება მას ეხსნება დახმარება. ეს დასარეგულირებელია. ესე იგი რადგან 100 ლარს ვაგრევთ, მან 100-ად არ უნდა წავიდეს და თვიდან თვენდე უნდა იჯდეს და ელოდოს ამ დახმარებას. ეს რა მიდგომაა? ეს არის მისი დამატებითი წყარო რომ აი ეს დემოგრაფიული მონაცემებზე რომ ვამბობთ და გამრავლდით რომ ვამბობთ იმას მოვლა უნდა აი მე შევახსენებ ასევე მინისტრს რამდენი მრავალშვილიანი ოჯახია თვითნებურად შესახლებულების ტერიტორიაზე ასეთი ობიექტი არის 11 და მე გეტყვით ახლა მონაცემებს თქვენ 53 სამხედრო ბატალიონში დღეს მდგომარეობით არის 300-მდე სკოლამდელი ბავშვი ვინმე ისულა მოუკითხავს ეს ბავშვები იქ რა პირობებში ცხოვრობს რა დახმარება გჭირდება აი ახლა საჭიროა ბავშვთა ბაღი აი მივდივარ სახელმწიფოს ვეუბნებით ესაა საჭირო ის სახელმწიფო გვეუბნება თქვენ ხართ თვითნებურად შესახლებულები სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაცალეთ სადაც წავიდნენ ეს ხალხი ზემომთიანი აჭარიდან წამოვიდნენ იმ ადგილიდან სადაც ცხოვრება შეუძლებელია
მე გუშინაც ვიყავი ზემომთიან აჭარაში და ფაქტიურად უთხარი ხალხს რომ თქვენ სახელმწიფომ ჯილდო უნდა მოგცეთ იმისათვის რომ ამ პირობებში აქ ცხოვრობთ და ამას იტანთ და უძლებთ და ის ხალხი მოდის აქ რომ იქ შეუძლებელია უმეტესობა ოჯახები არის ეროზირებული უმეტესი არის მეწყერსაშის ზონაში და ისინი მოდიან აქ იმიტომ რომ იძულებული არიან და რაღაცა ხალხმა ფართი ნახეს შევიდნენ და სახელმწიფო მიდის იმის მაგივრად რომ ხალხო რამ გაიძულათ თქვენ აქ რომ მობრძანდით რა გინდათ რა როგორ დაგეხმაროთ ეუბნება რომ თქვენ ყველა სახლი კარი გაქვთ მიწა გაქვთ წადით საიდანაც მოხვე ეს რა მიდგომაა ამიტომ მე ჩაგეკითხებით გიხდით მე ერთ-ერთ წინათვიანი გადაცემა ეძებოდა აჭარისწყლის ჰესის მშენებლობას სადაც სწორედ ამ მეწყერსაშის ზონებზე იყო საუბარი თქვენ მოგეხსენებათ იქ მოსახლეობის პროტესტი აი მანდარ არის ეს დიახ ბატონი ვახტანგ ცულაძე იყო გარემოსდაც დეპუტატის ხელმძღვანელი სადაც მათ თქვა რომ მართლა 70% არის ზოგადად ძალიანად ზემო აჭარაში მეწყერსაშიში ზონა და ცხადია ბეთახმედია თითოეული ამ ოჯახის შესწავლა მიმდინარეობს და ანუ თქვა ის ოჯახები რომ მართლა შეუძლებელი ანუ რეალურად მართლა საშიშია სიცოცხლისთვის იმ ოჯახებს ეხმარებიან და რაღაც ეტაპობრივად ეს პროგრამა ხორციელდება რაც აღნიშნა კიდევაც თქვა ინტერვიუში ბატონმა მინისტრმა ასევე კიდევ ერთი საკითხი მინდა აქვე ჩაგეკითხოთ რომ აი თქვა იმ წირი ფინანსური რესურსების პირობებში თქვენ როგორ გესახებათ რა პოლიტიკა შეიძლება იქნეს გატარებული ამ კონტექსტში და ბოდიშ ვიხდი რეჟისორს მინდა ვთხოვო რომ იქნება დაუკავშირდეს ბატონ რამაზ ჯინჭარაძეს ბატონ მინისტრის ადგილას იქნებს ჩაგვერთოს მე მეთანხმები მინისტრს აბსოლუტურად იმაში და სხვათა შორის მინდა მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს რომ მე ბევრი ადამიანი მომმართავს და არ მახსოვს შემთხვევა რომ გამეგზავნოს ჯანდაცვის სამინისტროში და იქ მინისტრს ან მოადგილეს მისთვის სათანადო ყურადღება არ აღმოაჩინეს მაგრამ მე ახლა ყველა ხო ვერ დამიკავშირდება და ეს ძნელია საერთოდ სისტემა კომპლექსური მიდგომა ამაში ვეთანხმები მინისტრს რომ ეს არის და წლების განმავლობაში არის ეს პრობლემა დგას წესრიგში. იგივე მე მინისტრის გამოსვლას მინდა გამოვეხმაურო წალკასთან დაკავშირებით და იმ ოჯახებთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა მე გუშინ ახლა კვატიაში ერთ-ერთმა მოქალაქემ მითხრა, რომ მე სახელმწიფომ ესე იგი მეხმარება და მეუბნება, რომ შენ უნდა გადაგასახლოთ კახეთში. რა მინდაო კახეთში? აი სადღაც საზღვარზე. ხო შეიძლება რომ ჩვენ ამ ადამიანს გამოვუძებნოთ, მას აქვს სურვილი რომ იმ მიწაწყალზე, სადაც მისი мама, პაპა დაიბადა, დასაფლავებულია და წინაპრები არის და არის ეს, იმიტომ რომ ჩვენ წალკაში რო გადავასახლეთ თავის დროზე 2500 ოჯახი, დღეს წალკიდან დასაბრუნებელი არის 2153 ოჯახი. იმიტომ რომ წინა ხელისუფლებამ მოატყუა აჭარლები მიხეილ სააკაშვილის თამადობით ჩაიყვანა და არც ერთ ოჯახს იქანე წალკაში არ დაუყანონა და იმის გამო რომ ეს ოჯახები მაშინ ბერძნები გასული იყვნენ და ეხლა ბრუნდებიან ეს 2143 ოჯახი ეხლა უნდა დაბრუნდეს აჭარაში. აი ეს სერიოზული პრობლემა დგას მოქმედი ხელისუფლების წინაშე და მე ვფიქრობ რომ სერიოზული სჭირდება ამას. თორემ შეიძლება პროცესები ისე წავიდეს, რომ ჩამოვიდეს ეხლა ეს ხალხი ყველა აქ, სად უნდა წავიდნენ და ხელისუფლება რაღაცა ხედავ რომ გულგრილად ეკიდება ამ პრობლემას, იმიტომ რომ ეს ადამიანები ელოდებიან აპრილის თვეს. მე თხოვეს იანვარში და ამირეკეს თებერვალში, თხოვე ეგეთ თავრობა რაღაცა იყო დაპირება მოქმედი ხელისუფლებიდან რომ რაღაცას ვიზავთ, მაგრამ მე ახლა ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რომ მე რა თქვა რომ ამას ვიღაცა მართავს და რაღაცა ადამიანები ეს ყველა ოჯახები აპრილის თვეში როგორც კი დათბება, იმის გამო რომ თავის დროზე ვიღაცებმა მოატყუეს, ვიც იყვნენ აქ ეკომიგრანტები ჩამოსული და უთხრეს რომ თქვენ ახლა აქედან წავიდეთ და იქ დაგეხმარებთ, წავიდნენ და რა ქუჩაში დატოვეს. მე თელიამი და გავიხსენო აჭარის სამმართველოს უფროსი, რომელმაც მოატყუა მაშინ და უთხრა სხვათა შორის ღარიბაშვილის სახელით, რომ ახალ პლანზე გეკეთნებათ ბინ. აი ეს მიდგომები აღარ უნდა განმეორდეს, თორემ ეს ხალხი რო ყველა აქ ჩამოვიდეს, პროცესები სერიოზულად გართულდება და დროზე ვაფრთხილებ ახლა სახელმწიფო პრობლემა. მე მინდა რეჟისორს ნომერი უკარნახო 577 30 45 ეს გახლავთ ბატონ რამაზის მობილურის ნომერი და იქნებ მოვახერხოთ დაკავშირება, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ბატონ რამაზ ჯინჭარაძე არის სწორედ ამ ეკომიგრანტების საკითხს კურირებს სამინისტროში და იქნებ მისი მოსაზრებას მოვისმინოთ ამ კუთხით. მე მაინც მინდა ჩვენი გადაცემა არის ეკონომიკური სტრატეგია ბატონო თამაზ და მოგეხსენებათ მე ვიცოდი რომ ეს ეკომიგრანტების თემა საკმაოდ წავე იქნებოდა ჩვენ საკმაოდ ფართო აუდიტორია გვიყურებს და მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრის ფორმირების თვალსაზრისითაც. საკმაოდ
ეხლა ჩვენ სულ პირველ გადაცემაში ხშირად ვიმეორებ, მაგრამ იქ გაეროს მონაცემები გავაჟღებთ ჩვენ 1.3 million ადამიანი, რომელიც გასულია, ეს არის შრომის უნარიანი მოსახლეობა, რომელიც იქედან აგზავნის გარკვეულ თანხაზე თავის ოჯახებს ეხმარება და მილიონ დაახლოებით ამდენივე არის, ასე ვთქვათ, სოციალურად დაუცველი ქვეყანაში საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და საკმაოდ სერიოზული, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობა, ცუდი მემკვიდრეობა ერგო ამ კუთხით ამ დღევანდელ ხელისუფლებას. იმ სოციალური პოლიტიკა ზოგადად და ის პოლიტიკა, რომელიც ამ ხალხთან მიმართებაში ხორციელდება, ცხადია უცებრი საკითხები რო არ გადაწყვეტება, თქვენ თვითონც აღნიშნეთ, მაგრამ რამდენად თქვათ თანმიმდევრულია თქვენი და აი თქვათ რას ურჩევდით თქვენ ამ კუთხით, რა შეიძლება დამატებით ან რა რესურსები შეიძლება მოიძიოთ, იმიტომ რომ ყველას ამას ფინანსები ჭირდება. სახელმწიფოს ამხელა ფინანსები არ გააჩნია. ფონდებთან მუშაობენ. აი თქვენი ხედვა როგორია ამ კუთხით? სხვათა შორის მე მინდა კიდე აღნიშნო, რომ როდესაც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი მოვიდა და ეს ეგრეთ წოდებული რევოლუციები მოახდინა და მათ შორის აჭარის რევოლუცია, მაშინ მან მიმართა აჭარის მოსახლეობას. თქვენ ღირსი ხართ, რომ ყველა ოჯახი იყოთ მილიონერი, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ საბაჟო, თქვენ გაქვთ პორტი, თქვენ გაქვთ რკინიგზა, ყველაფერი და აი როგორც სიღარიბეში ცხოვრობთ. ეხლა წავიდა მიხეილ სააკაშვილი, ხო? რა მდგომარეობაში ვართ? ეს სოციალურად დაუცველები, გაღატაკებული, გაკოტრებული მოსახლეობა, როგორც ბარში, ისე თარში და მე ხვდები, რომ ცუდი მემკვიდრეობა ხვდა წილად. ხოლო დაგვრჩა ის, რომ რამოდენიმე ბოძი დაიდგა ბათუმში, იგერაგეთ გალამაზდა, ესეც კიდე ჩვენმა შვილიშვილებმა უნდა იხადოს, რაც მაგაზე ფული გამოიყო საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ის ჩვენ უნდა ვიხადოთ, ნახევარი თვითონ ჩაიდეს ჯიბეში და არავინ ამაზე პასუხს არ თხოვს. ნუ ეს გასაგებია, მაგრამ ფაქტია, რომ ეხლა სახელმწიფომ უნდა შეცვალოს პოლიტიკა, აუცილებელია რომ იყოს მოზიდული ინვესტიციები, უცხოური ინვესტიციები, აუცილებლად უნდა დავამყაროთ ჩვენ კონტაქტები საერთაშორისო შესაბამის ფონდებთან, იგივე გაეროსთან, USAID-თან და მივხედოთ სოციალურ პოლიტიკას. იმიტომ რომ ძალიან ბევრია და მე გეტყვით ახლა რომ ფაქტიურად 80% სიღარიბეში ცხოვრობს. აჭარა რო ავიღოთ. თუ საქართველოში მთლიანად ესე არის და ამას ჭირდება უფრო მეტი რესურსი, ფინანსური უნდა წავიდეს აი ამაზე. ანბანის კოშკზე ჩვენ დავხარჯეთ 60 მილიონი, როცა 60 მილიონად ჩვენ გადავწყვეტით წალკის ეკომიგრანტების პრობლემას და სხვა დანარჩენი ეკომიგრანტების, რომლებიც აჭარის რეგიონიდან არიან გასული და მრავალი ათასი სოციალურად დაუცველ ოჯახების და ასევე მეფესაშიც ეს პროექტი სოციალური პროექტი 60 მილიონი. ეხლა რომელი უფრო მნიშვნელოვანია ეს ანბანის კოშკი რომელიც ახლა ფუნქციონირდა ეყოფოდა რა თქმა უნდა რაღაც ეტაპზე ესახა სერიოზულად წაწევდა სოციალურ პოლიტიკას და ამაზეა ლაპარაკი რომ სახელმწიფოს ყოველთვის გააჩნია ის ბერკეტი და რესურსი რომ აი ეს რაღაცა უაზრო ხარჯები მიმართოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასა. რა თქმა მე ეს ანბანის კოშკი თუ მოსახლეობა სიღარიბეში გვეყოლება და ადამიანი მშიერი გაივლის იმ ანბანის კოშკთან. ეხლა ის მშიერი ადამიანისთვის ის ანბანის კოშკი რაღაც ჯოჯოხეთს წარმოადგენს. გასაგებია თქვენი ხედვა ბატონ რამას მასმევები რომ თქვენ ზეგარ შეგიძლიათ საუბარი თქვენ მოისმინეთ ალბათ ბატონ მინისტრის ინტერვიუს ნაწილის და მოსაზრება ბატონ თამაზის და აი თქვათ მე იგივე კითხვით მინდა მოგვართოთ ყველა მიცის ეს არასთვის საიდუმლო არ არის რომ საკმაოდ ძიმე მემკვიდრეობა გერგო და ეს უდავოა თუმცა ასევე მინდა გითხრათ რომ აი ხედვად გამოაჩინა ბატონო თამაზმა თქვა ბრძანა რომ ის 60 მილიონი რომ არ წასულიყო ჩვენ პრაქტიკულად წალკის მიგრანტების პრობლემებს გადავწყვეტით მე კარგად ვიცოდი და კარგად ხონდა გააზრებული როცა ეს თემა წავიდოდა გადაცემაში ამას საკმაოდ წავე დისკუსია მოყვებოდა როგორია თქვენი პოლიტიკა თქვენ კურირებთ სწორედ ამ საკითხებს თქვენი პოლიტიკა თქვენი ხედვა და რა კეთდება ამ კუთხით რა შეგიძლიათ უთხრათ მაყურებელს ნუ მოგესალმებით მე გეტყვით ახლა წალკის თემიდან დავიწყეთ საუბარი უგათრავად არ ვიცი ბატონი თამაზი რამდენად საქმის კურსია მე ყოველთვიურად მიწევს ალგის მუნიციპალიტეტის ჩართვა და იმ ოჯახებთან შეხვედრა და შესაბამისად ეს ოჯახები თანამშრომლობენ და კონტროლითა და განსახლების სამინისტროდან რომელიც მხოლოდ ჩარეული არის ამ პროცესში იმასაც გეტყვით რომ ყველა ოჯახთა ევრიგ და ეხლა ანკეტირებები და თვითონ წალკის ეკომიგრანტები არიან ჩართული ამ საკითხთან დაკავშირებით და არასდროს თუ არ გასულა რომ წალკის მუნიციპალიტეტში არ ჩავსულიყავი და ჩემი კომპეტენციის ფარგლებში არ ყოფილიყო იქ ჩარევა. და ერთი ოჯახი სოფელ დავდიოდი თუ ვის და რა პრობლემები არიან იგივე ოჯახები ახლა ციფრზე არ გთხოვა ბატონ თამაზ და მინდა რომ ახლა ვთქვათ რომ ციფრებით ვისაუბროთ არ გთხოვთ იმიტომ რომ მე შესწავლის პროცესია და
და საბოლოო კითხვას გავცემთ პასუხს, თუ რამდენი ეკომიგრანტი ცხოვრობს იქ, რამდენი თავისი შესყიდული სახლები და ნაწილი არის ტოლმითა და განსახლების სამინისტროს მიერ შესყიდული სახლები. ეხლა უკვე გავხურიდან დაიწყება შესყიდული სახლების ანგეტილება და დაკანონება და ეტაპობრივად მოხდება საცხოვრებელი სახლების შესყიდვა, რამდენადაც, იმიტომ რომ ეს პროცესი არის ძალიან სათუთი და ეს ამ ეკომიგრანტების სიტუაციაში რაღაც ამბები უმეტდება, იმიტომ რომ არის შარშან წინდელთან შედარებით წელს უფრო მეტია ფასები და რაც შეეხება აპრილის თვეში არის დღესასწაული და ამ დღესასწაულზე ჩამოდიან ბერძნები მოსახლეობა და მე ერთ-ერთი მინდა გითხრათ რომ მე მქონდა და ჩასვლის პროცესს შეხვედრილი ვარ ბერძნებ მოსახლეობასთან და არანაირ პრობლემებს არ უქმნიან არის ოჯახები პრობლემები არის მე ვიცი და ხვდები მაგრამ ისეთი პრობლემები რომ აი ჩვენ უნდა დავბრუნდეთ, მოდი ეტაპობრივად უნდა გადაწყვეტს ის სიტუაცია, რომ ის მოსახლეობა ჩამოდის აპრილის თვეში დღესასწაულზე წალკაში და ბრუნდებიან შემდეგ უკან მოინახულებენ სასახლეებს. სადიდე ეს, ხოლო დანარჩენი მიმდინარეობს სერიოზულად მუშაობა თვითონ წალკის ეკომიგრანტები არიან, შეიძლება სახელი გვარებსაც გეტყვით, ბატონ თამაზ ეცოდება ის პიროვნებები, რომლებიც უშუალოდ სამპიროვნება არის ჩართული წალკასთან დაკავშირებით. ხოლო რაც შეეხება ადგილზე, ჩვენ გვაქვს და აი ფიქრებულად შესახლებულებზე იყო საუბარი და ვინც იყო სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები და ვისაც საცხოვრებელი სახლები ჰქონდათ დანგრეული. აი ჩვენ შესაბამისად გავწიეთ ჩვენ მდგომარეობა და აი რაიონების მიხედვით სადაც საშუალება ჰქონდა შევასახლეთ. ერთადერთი ხულოს მუნიციპალიტეტი რჩება, სადაც მეორე კატეგორიის ოჯახები არ ყავს დაგმაყოფილებული და შესაბამისად თქვენ იცით რომ მთავრობის თავმჯდომარის აჭარის მთავრობის განკარგულებით აჭარის მთავრობის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ იწყება საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ხულოს მუნიციპალიტეტში, ასევე იგეგმება ხილვაჩაურის მუნიციპალიტეტში და ამასთან ერთად მინდა გითხრათ რომ არის მთავრობის თავმჯდომარის დადგენილება სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების ზოგადი წესის შესახებ ბატონმა ნურიალიმაც მოგახსენა ეს და ამ წესის მიხედვით მოხდება მთავრობის თავმჯდომარის არანჟირო ფონდიდან შემდგომში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებზე დახმარების გაწევა. და იმასაც ვიტყვით რომ ჩვენ აი არავის ძალდატანებით არავინ არასახლებს დარეუნება შეგინდა არ გინდა აქ უნდა წახვიდეო. ტოლმითა და განსახლების სამინისტროს მიერ შესყიდული იქნა 33 სახლი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და 210 განაცხადი და უფრო მეტი მსურველი იყო ვიდრე სახლები იყო შესყიდული რა. ეს იყო უპირატესად ზემო აჭარიდან. ბატონ რამაზ ძალიან დიდი მადლობა. მე უბრალოდ მინდა ძალიან მოკლედ რო გვითხრა თქვა მე ვიცი რომ ყოველწლიურად მოემატება თქვა ამ კუთხით რესურსები სანამ ეს პრობლემა არ მოიფხება და იმ წირი ბიუჯეტის ფარგლებში რომელიც შესაბამისად იგივე თუნდაც ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოსია ერთ-ერთად ყველაფერი ანალოგიურად ამას ჩართულია ტოლმითა და განსახლების სამინისტრო ასევე თანამშრომლობთ შვეიცარიული განვითარების აგენტოსთან იქეთ სოფელზე არის პარტნიორზე საუბარი რომელიც ბატონმა ნურიალიმაც მოგახსენათ რომ ტოლმითა და განსახლების სამინისტრო შვეიცარიული განვითარების აგენტოსთან ერთად შეუძენს ამ ოჯახებს საცხოვრებელს და ჩვენ გავუწევთ ტრანსპორტირების და ერთად მატერიალური დახმარების სახით დახმარებას. ასევე რესურსზე თუ არის საუბარი, თქვენ იცით რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოყოფილია თანხა დაიწყება ხულოს სახლის მშენებლობა, ანალოგიურად იგეგმება ხილვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კედაშიც რეაბილიტაცია უკეთდება პოლიკლინიკის შენობას. ასე რომ არის თემები ბატონმა თამაზი თქვა რომ წლების მიერ დაგროვილი და ერთ დღეში და 10 დღეში ვერ გადაწყვეტა ეს პრობლემა. მთავარი არის რომ ხალხთან ერთად მონდომებით მიუდგეთ ამ საქმეს და ეტაპობრივად გადავწყვიტოთ ის პრობლემები, რაც კი გადასაწყვეტია და არა რაღაც სხვა მეთოდებით, ისე რომ აი დღეს ვერ იყიდი 100 სახლს და აი თუ ვინმე ჩახედულია ამ საქმეში იმასაც ვერ იტყუებ, რატომ ვერ მოხდა საცხოვრებელი სახლების შესწავლა. არის თემები, რომლებსაც ამავდროულად საუბარი არ შეიძლება, არის თემები ძალიან ძნელია საცხოვრებელი სახლების უცებ ჩახვიდე და სამე საცხოვრებელი სახლები შეიძლება თუ უნდა აკეთო, საქმე უნდა აკეთო სათუთად,
შეიძლება არავინ არ დააზრებოდეს. ბატონო რამაზ, უღრმესი მადლობა, ვიცი რომ თქვენ მიუხედავად მაღალი სიცხისა და თქვა პრობლემებისა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჩაგვერთვეთ. მადლობა, მალე გამოჯანმრთელება მინდა გისურვოთ და დიდი მადლობა მონაწილეობისთვის გადაცემაში. ჩვენ არ გრჩება მაინდამაინც დიდ რო ყოფერაზოს ვერ ვასწრებს, მინდა რომ აუცილებლად ნახოთ ერთი ნაწილი, თუმცა ამ თემას დავამატებ მინდა რომ შემდეგ არ დამავიწყდეს, ნამდვილად მე ვეთანხმები ბატონო რამაზ, წალკაში ხშირად დადის, მე ამის მომსწრევა რამდენჯერ დაემთხვა ჩვენი ერთად ჩასვლაც, ანუ ერთად კი არ ჩავედით, უბრალოდ მithlis რომ ისიც აქ იმყოფებაო, ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ არ მუშაობს, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან უფრო მოქნილი მოქმედება საჭირო, იმიტომ რომ გვწვდობთ რომ რაღაც საკითხებში არის პასიურობა. ეხლანდელ დროს გულისხმობ, შეიძლება რაღაც სიფრთხილის გამო, შეიძლება რაღაც ის გამო. აი მაგალითად გონიოს მიწებთან დაკავშირებით. აი ამ გონიოში რა მდგომარეობაა? ეს ადამიანები ყველა ფაქტიურად არსებობს ამ მიწით. სააკაშვილმა აჩუქა 2008 წელს არჩევნების წინ, შემდეგ წაართვა, ხო? ეხლა ამ ხელისუფლებას რა უღირს, რომ როგორც აჩუქა, ისე ეხლა გაიმეოროს და ის წარქმეულები დაუბრუნოს. ამას ხო პროცედურულად ძალიან დიდი დრო არ სჭირდება. უბრალოდ პოლიტიკური ნება საჭირო და ეს პრობლემა მოგვარებადია. იგივე გესების მშენებლობასთან დაკავშირებით ეხლა თავის დროზე სააკაშვილმა ისე მოაწერა ამ ხელშეკრულებას აი იმ კომპანიებთან, მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომ თურმე არსად არ ყოფილა აი ჩადებული მუხლი, რომელიც ითვალისწინებს დაზარალებული მოსახლეობის, ანუ ვინც დაზარალდება მათ კომპენსაციას. და ეს მოქმედმა ხელისუფლებამ ესეც ვერ ახსნა. ეს არავინ არ იცის ეხლა მოსახლეობა არ არის გადაცემაში გეტყვით მე თვითონ აქ გარანტიებს აძლევდნენ და ამას თვითონ კანონმდებლობაც ითვალისწინებს. მე გეტყვით ეხლა ინგლისური თარგმანი, ერთ-ერთი ქართული თარგმანი არ არსებობს ამ ხელშეკრულების პალმენ ჯალაგონიასთან მქონდა შეხვედრა და ეხლა ითარგმნება და მე ვკითხე, არსად არ არის ჩადებული მოსახლეობის ინტერესები და თვითონ ნორვეგიული კომპანია ამბობს რომ მე ეს არ მეხება ეს სახელმწიფოს მოთხოვეთ. ანუ სააკაშვილი ფიქრობდა რომ სულ ვიქნები ხელისუფლებაში და ვინმე ხმას ამოიღებს ჩავარტყამ თავში. და მეს მადლობა ხელისუფლება შეიცვალა და ეხლა ხალხი რო პროტესტს მართავს, არავინ არ არტყავს თავში, უბრალოდ ხურტაში მოხდა რაღაც დაპირისპირება, იქაც ალბათ რაღაცა გაურკვევლობა მოხდა და მე მინდა ხელისუფლება შემდგომში გავაფრთხილო, რომ ზემოთიან აჭარაში საერთოდ როცა რეგიონებში მივდივარ, იქ ხალხს უნდა მოვეფეროთ და პრობლემები უნდა გავეცნოთ და უნდა დავემუქროთ სპეცნაზით. მე ამ შემთხვევაში ბატონი კალაძის მოადგილეს გულისხმობ, რომელიც პოლიციის და სპეცნაზით ემუქრება. ამ ენაზე ძალიან ვთხოვ აჭარაში ნურავინ ისაუბრებს და განსაკუთრებით დედაქალაქიდან ჩამოსული მაღალჩინოსნები. აქ არავის არ ეშინია პოლიციის და სპეცნაზის. კარგით, მაშინ ახლა ვთხოვ გავაგზავნოთ ინტერვიუს შემდგომი ნაწილის ნახვა და საუბარი და ვთხოვ რეჟისორს რომ ისევ თბილისში იქნება ბატონსვიმოს დავუკავშირდეთ, მასთან მინდა შემდგომ შეკითხვით გადავიდე. გამოდიოდა ჩვენი გადაცემიდან ბატონო ზარ მაინც აუცილებლად უნდა გკითხოთ, ვფიქრობ რომ მუშაობს თუ არა სამინისტრო განვითარების სტრატეგიას. თუ მუშაობს, ვისთან ერთად მუშაობს, რა ჯგუფია ეს? თქვენს მიერ შექმნილი საერთაშორისო ორგანიზაციებია ჩართული აი ამის შესახებ რო ვთქვათ. არა, ჩვენი სამინისტრო რამდენიმე წელია მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ერთ-ერთი მათგანი USAID, ჩვენ ერთობლივად მოვამზადეთ სამინისტრო სტრატეგიული განვითარების გეგმა, ორჯერ მოვამზადეთ ეგება დამტკიცებულია, ჩვენი ხედვა, მისია ამ ეტაპისათვის და გრძელვადიან პროგნოზში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სტრატეგიული გეგმის შესაბამისად ცოტა შეიცვლება მთელი მიმართულება, იმიტომ სახელმწიფო მაიღო უზარმაზარი ვალდებულება დაზღვეული თუ არა დაზღვეული მოსახლეობის სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო მოსახლეობის საკითხებში და ჩვენი რესურსები გადანაწილდება ძირითადად პროფილაქტიკურ პრევენციულ ღონისძიებებზე. ეს ის ღონისძიებებია, რომლებიც მოგცემს საშუალებას ნაკლები დანახარჯით მეტი მოსახლეობის რისკები დავფაროთ და მიიღოთ ის შედეგი, რომ ავადობა შევამციროთ ამ თუ მიმართულებებით. ეს უკვე დავიწყეთ წელს. ჩვენ მოგვეცა მის საშუალება, თუ ადრე გქონდა 250,000 ლარი ჩადებული პრევენციულ ღონისძიებებზე და გქონდა ორი პროგრამა, წელს უკვე 14 წელს ჩავდევით ჩვენ სადღაც 700,000 ლარამდე და გვაქვს ამაში უკვე 7 პროგრამა, უკვე ვიწყებთ სკრინინგ გამოკვლევებს ორსულებში. მაღალი რისკის ჯგუფებში ონკოლოგიურ მარკერებით გამოკვლევებს ვიწყებთ ბავშვების გამოკვლევებს, გაფართოებული გამოკვლევებს სკოლებში, ბავშვთა ბაღებში, ჩვენ გვიდან დროულად გამოავლინოთ დაავადება და დროულად დავიწყოთ მისი პროფილაქტიკური ღონისძიებები. შეიძლება არ საჭიროდეს სამკურნალო ღონისძიების ჩატარება ისეთი მასშტაბური, როგორც საოპერაციო ჰოსპიტალი მოსახურება. აი მაგალითია 13 წელს ჩატარებული ბავშვთა გამოკვლევა, როცა ვნახე რომ სკოლიოზების ძალიან მაჩვენებლები იყო მაღალი, განსაკუთრებით სკოლებში ჩვენ
პირველ წელს ვერ შევთავაზეთ ამ ბავშვებს ვერაფერი, იმიტომ არ ვიყავით ჩამოყალიბებული რა უნდა შევეთავაზებინა 2014 წელს უკვე დავიწყეთ ამ ბავშვებისათვის პროფილაქტიკური ღონისძიების დაფინანსება, ჩვენ თვითონ ბავშვს ვფინანსებთ რეაბილიტაციურ ღონისძიებას, ეს გრძელდება 20 დღე არის საკურნალო ფიზკულტურა, 10 დღე მასაჟები, ეს ბავშვები გადიან რამდენიმე ცენტრში, დაახლოებით 2500 ბავშვი ისარგებლებს. ამ მოსავალ გვინდა რომ არ გაღრმავდეს პროცესი, რომ ადამიანს მერე უფრო ცვირად ღირებული მკურნალობა დაჭირდეს, დავზოგავთ ადამიანის ჯანმრთელობას, დავზოგავთ სახელმწიფოს სახსრებს. ბატონო, ისე თქვენთან მინდა გადმოვიდე შეკითხვით, დიდი ბოდიში რომ ცოტა უყურადღებოთ დავჭირთ, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო აი ეს ნაწილიც. მე ვიცოდი რომ ეკომიგრანტების მიმართულება აჭარის მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, თუმცა ჩვენი გადაცემის სტატუსიდან გამომდინარე და შინაარსობრივი მიდგომიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია სწორედ იმ სტრატეგიული ღონისძიებების გაწერა, სტრატეგიის გაწერა, რომელშიც თანმიმდევრული ნაბიჯები იქნება აღწერილი თუ როგორ შეიძლება ზოგადად გავაუმჯობესოთ სოციალური ფონი ქვეყანაში და თქვენ გქონიათ თუ არა შეხება როგორც საქართველოს ასევე აჭარის შესაბამის სამინისტროებთან ამ კუთხით და თქვენ ჩართული ხართ თუ არა ასეთი კონკრეტული სტრატეგიის შემუშავებაში, იმიტომ რომ 2020 წლამდე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია მიღებულია, სადაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი არის სწორედ სოციალური პოლიტიკა ქვეყნის განვითარების. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ თითქმის ბოლო წლების განმავლობაში, თითქმის 10 წლების განმავლობაში ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა და მოწოდება მთავრობის მიმართ იყო ის, რომ შემუშავებულიყო ჯანდაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელშიც ლოგიკურად იქნებოდა გაწერილი ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც სახელმწიფო აპირებს და ზუსტად გვეცოდინებოდა თუ ამ მიმართულებით ვიდოდა სათქმიდა რომ იყო თქვათ 10, 15 თუ 20 წლის შემდეგ და იმის შემდეგ უნდა შემუშავებულიყო საშუალო ვადიანი და მოკლე ვადიანი გეგმები. სამწუხაროდ ასეთი სტრატეგია მე როგორც ვიცი ჯერჯერობით მე ვიცი ინფორმირებული ვარ ჩვენ ამასთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ჰქონდა საუბარი და მან თქვა რომ ასეთ სტრატეგიაზე მუშაობენ, მაგრამ ჯერჯერობით მე ასეთ სტრატეგია არ მინახავს და ძალიან კარგი იქნება თუ ასეთი სტრატეგია შეიქმნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გადაწყვეტილება აი წინა პერიოდში სწორედ იყო ძალზე სპონტანური, იყო ნაჩქარებად მიღებული და ხშირ შემთხვევაში არასწორიც. ამიტომ ეს არასწორი ნაბიჯები რო იყოს თავიდან აცილებული, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ასეთ სტრატეგიული გეგმა შემოშადდეს, რომელზედაც შიდაც მონაწილეობას მიიღებენ, რომლის შემუშავებაშიდაც მონაწილეობას მიიღებს ყველა ამ დარგის ექსპერტები, რა თქმა უნდა, წამყვანილი ენიჭება სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ ყველა ექსპერტები მიიღებენ ამაში მონაწილეობას. და რაც შეეხება მეორე ნაწილს, ასეთაც ბატონი რუზაძე თავის საუბარში ამბობს, გამოსვლაში ამბობს, არის ის, რომ სამინისტრომ უფრო მეტი აქცენტი გააკეთა დაავადებათა ძველ გამოვლენაზე, ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. და სწორედ ესე არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც, რომ დაავადებათა ძველი პრევენცია არის ყველაზე კარგი, ასე ვთქვათ, ჯანდაცვის ხარჯების შემცირების საშუალება და ჯანდაცვაზე დანახარჯების შემცირება, იმიტომ რომ რაც უნდა გაიზარდოს ჯანდაცვის ბიუჯეტი და მოიხსენებათ ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში ის მაქსიმალურად ვერასოდეს ვერ გაიზრდება ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ყოველთვის დარჩება ის ადამიანები, რომელთაც ჯანდაცვის სამედიცინო მოთხოვნები არის დაუკმაყოფილებელი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ადამიანებში გავზარდოთ ცნობიერება ჯანდაცვასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ცხოვრების ჯანსაღწესთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანებს ბევრი დაავადება იყოს თავიდან აცილებული. და რაც თავარია ის მაღალი დანახარჯები, რომლებიც შემდგომ ამ გართულებული დაავადებების მკურნალობას უკავშირდება, ეს თანხების იქნება შესაბამისად დაზრდილი. ჯანდაცვის სისტემას ძირითადად სწორედ ამით განსხვავდება ეკონომიკის სხვა მიმართულებებისაგან, რომ თუ ეკონომიკის სხვა მიმართულებებში მოთხოვნა დადებით როლს ასრულებს, ასე ვთქვათ, ეკონომიკურ ზრდაზე და ეკონომიკურ პროგრესზე, ჯანდაცვის სისტემაში მოთხოვნა ნიშნავს მოთხოვნას, რაც შეიძლება მეტ ავადმყოფ ადამიანზე.
ხო ანუ პარადოქსია, მაგრამ ასე არის და ესო თავიდან ამიტომ ჯანდაცვის სისტემაში მოთხოვნა მაინდა-მაინც ასე ვთქვათ მისასალმებელი არაა თუ არის ჯანდაცვაზე მაღალი მოთხოვნა და ამის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზა არის პრევენცია და ამასთან დაკავშირებითაც უნდა არსებობდეს რა თქმა უნდა სტრატეგიული გეგმები, ცალკე უნდა შემუშავდეს ჯანდაცვის ხელშეწყობაზე და დაავადებათა პრევენციაზე სტრატეგიული გეგმა და ამაშიდაც რა თქმა უნდა ყველა მაინცობრივად უნდა მივიღოთ მონაწილეობა აი ეს მოკლედ რაც შეიძლებოდა ბიზნესის გამოსვლის შესახებ კომენტარი გამეკეთებინა. დიდი მადლობა, თუმცა მე მინდა გითხრათ რომ ხშირად მაქვს ურთიერთობა სხვადასხვა სამინისტროსთან და როგორც კი პრაქტიკულად საბოლოო ვერსია იქნება ეს საქართველოს 2020 ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ამის შემდგომ ამბობენ რომ უკვე სამინისტროები დაიწყებენ კონკრეტული მიმართულებებით სწორედ ამ სტრატეგიების სტრატეგიებზე მუშაობას და მათ შორის აჭარის დანაცვა და მე მინდა ორივეს კითხოთ. ანუ ზოგადად მიმართულება ღონისძიებათა პრევენციის ნიშნავს იმას, რომ სწორი პოლიტიკა არის ამ შემთხვევაში როგორც საქართველოს, ასევე აჭარის ჯანდაცვის და სოციალურ საქმეთა სამინისტროებისა. თუ სწორად გაგიგეთ. ანუ სწორი პოლიტიკა ტარდება. კი ბატონო, პირველ რიგში მინდა თქვა თქვენი ნათქვამი და დავამატო მოკლედ რომ სტრატეგიის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვისაც რომ ყველა რეფორმა, ყოველი შემდგომი ნაბიჯი რეფორმისა იყოს ლოგიკური და თანამიმდევრული, რაც სამწუხაროდ საქართველოს ისტორიის განმავლობაში, ბოლოდროინდელი ისტორიის განმავლობაში არასოდეს არ იყო ასე. ხშირ შემთხვევაში ყოველი მომდევნო ასე ვთქვათ რეფორმის ნაბიჯი ეწინააღმდეგებოდა ამა თუ იმ ფორმით, ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდიოდა, ხშირ შემთხვევაში არ იყო თანხმობაზე იმ წინა პერიოდში განხორციელებულ რეფორმებთან. ამიტომ როდესაც იქნება ეს გრძელვადიანი სტრატეგია შემუშავდება, ასეთი შეცნობები იქნება თავიდან აცილებული. რაც შეეხება პრევენციას, რა თქმა უნდა, პრევენცია ამაზე უკეთესი სოფლიო ქვეყნების გამოცდილება არც შეაჩვენებს, რომ ამაზე უკეთესი სხვა ქვეყნებს არასოდეს ვერაფერი ვერ მოიგონეს. ანუ ბუნებრივი ეს ლოგიკურიცაა, სანამ ადამიანები დაავადდებია და მათი მდგომარეობა გართულებია, რომ ზოგზე იქნეს თავიდან აცილებული ეს მძიმე დაავადებები და მძიმე გართულებები. ის გაცილებით უფრო ხარჯ-ეფექტური არის და თავარია ის მნიშვნელოვანი კაპიტალი, რაზედაც მე გადაცემის დასაწყისში მქონდა ლაპარაკი, ეს არის ჯანმრთელობა, რომელმაც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვნად შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენ თუ ნახავთ სხვადასხვა ქვეყნის ანგარიშებს ბოლო პერიოდში, რომლებიც საუბრობენ ამ ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებაზე და რა არის ამ წარმატების განმაპირობებელი ფაქტორები, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი არის სწორედ ის, რომ ამ ქვეყანას და ამ ქვეყნებს აყავთ ჯანმრთელი მოსახლეობა. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ყველამ ერთად უნდა შევიგნოთ და გავიგოთ. დიდი მადლობა ბატონო სიმონ, ბატონთან მე აბსოლუტურად ვეთანხმები და ნაწილობრივ მეც აღნიშნე ეს რომ წარმოიდგინეთ ახლა თვითონ მინისტრმა თქვა რომ არის ოპერაციები რომელიც 17000 ლარი ჭდება 25000 ლარი ხო არ ჯობია და ხო არ იქნება თანხების გარკვეული რაღაცა დაზოგვა პირველ ეტაპზე რომ ჩვენ შევძლოთ ადამიანის ჯანმრთელობის გამოკვლევა და პირველ ეტაპზე მოხდეს ესე იგი ლოკალიზება მდგომარეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურეს, ან პირველ ეტაპზე მივხედოთ, ვიდრე აი წარმოიდგინე ახლა ფინანსდება ოპერაციამდე ნუ მივიყვანთ საქმე და მანამდე გაცილებით უფრო ნაკლები 10% დაჯდება იმისა, რაც ჯდება ოპერაცია. რა თქმა უნდა, მე ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები და ამ კუთხით შესაძლებელია. რაც შეეხება სტრატეგიას, სტრატეგია ეს ერთგვარი სამოქმედო გეგმა, პროგრამა და მე მივესალმები თუ ესეთი სტრატეგია იქნება და რაც თქვენ ბრძანეთ, რომ ეს 2014-2020 მე ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება რეალიზებადი და არ დაემსგავსება წინა ხელისუფლების ნაციონალური მოძრაობის ლოზუნგს საქართველოს სიღარიბის გარეშე და გაღადაგებული და ღარიბით დაგვრჩა. აი ეს ასე რომ არ მოხდეს და ვიმედოვნებ ის პროგრამა იქნება რეალიზებადი და ჯანდაცვის კუთხით რომ საქართველოში არა მარტო აჭარაში მთლიანად საქართველოში რომ ძალიან ცუდი მდგომარეობა და ძალიან ხშირად ხდება რომ ავადმყოფოში მიყავთ ავადმყოფი და უკან ატნევენ რომ ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ ამ ფული გადაიხადეთ ან სული ჩაგვაბარეო აი ესეთ სიტუაციები ალბათ აღარ უნდა ხდებოდეს, იმიტომ რომ 21 საუკუნეა და არც ისე წაქცეული გვაქვს ჩვენ საქართველოში ვითარება, რომ ადამიანი იმის გამო წავიდეს საავადმყოფოდან და სახლში მიიყვანონ, გარდაიცვალონ, რომ მას ესე იგი მან ფული ვერ გადაიხადა და ამის გამო ჩვენ ადამიანის სიცოცხლეს გამოვასალმოთ. ეს არ უნდა ხდებოდეს. დიდი მადლობა, მე მინდა ხა ბოლო ნაწილზე გადავიდე ინტერვიუს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა, ახლა რაც თქვენ ბრძანეთ, ანუ თემატურად ებმება და იქ არის ამასთან საუბარი სამეცნიერო ბიზნესზე.
როგორც ბიზნესზე, სახელმწიფოს როლზე, თანამონაწილეობაზე ხავთ ხო ბოლო ნაწილი ინტერვიუსი ვაჩვენო და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. როცა ურთიერთობ ხოლმე სამინისტროებთან, მინისტრებთან, მოადგილეებთან, ყოველთვის რჩება ესეთი დაბიშტილება, რომ არასოდეს ის რესურსი, რომელიც გამოყოფილი ამა თუ იმ სამინისტროებისთვის, კონკრეტული ღონისძიებების, პროგრამების, სახელმწიფო პროგრამების თუ ამა თუ იმ პროექტების დასაფინანსებლად ყოფნიდეთ. ანუ ისინი ცხადია ითხოვენ უფრო მეტ რესურსს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღეს სახელმწიფო სამწუხაროდ შეზღუდულია ამ რესურსში მძიმე სოციალური ფონის გამო, რომელიც თქვენი მემკვიდრეობით გერგოთ. თქვენ როცა ჩნდება კონკრეტული პრობლემა, უჩივით თუ არა ესეთი ვთქვათ რესურსების სიმწირეს ერთი და მეორეს მხრივ გაქვთ თუ არა რაღაც როგორც მინის გარკვეული გულის ტკივილი იმის გამო რომ რაღაც ხარვეზები გამოჩნდა ან რაღაც მიმართულებები გამოჩნდა რომლის გარკვეულად დაფინანსება ვერ შეძლებთ. ადამიანს არასდროს არ ყოფნის ის რესურსი არასდროს, მაგრამ მე დასაწყისში გითხარით რომ ჩვენ ვახდენთ იდენტიფიკაციას პრობლემების გვაქვს პრობლემა გადასაწყვეტია და რა დაჭდება ამ პრობლემის გადაწყვეტა. გასულ წელს ჩვენ თანხების უკმარისობა არ ქონია, ყველა პროგრამა მივიყვანეთ ბოლომდე, თანხა დაგვჭირდა, იმიტომ რომ სამი პროგრამა შევაჩერეთ, გადაფარა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საკულტურო ჯანდაცვის პროგრამა. მაგრამ ჩვენ ვართ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ძირითადი პროგრამების შემავსებელი ნაწილი ან ვაფართოვებთ მას ან რაღაცა ახალი შემოგვაქვს, რომელიც იქ არ არის, მაგრამ ჩვენ მოსახლეობას ეს პრობლემა უდგას და უწყვეტ. ამიტომ სპეციფიურია რეგიონისთვის და ამიტომ ხდიახ სპეციფიურია და ვფიქრობთ, რომ აი მთაში ჩვენს მოსახლეობას პრობლემა უდგას ენდემიური ჩიკვრის, ხო? ჩვენ ამ გამოკვლევებს ვიწყებთ. რატო ვიწყებთ, იცით? ბარში ეს პრობლემა არ დგას, იქ დგას. იქ უნდა გამოიკლო, იქ დროულად უნდა დაუწყო მკურნალობა, იქ დროულად უნდა მიიღოს მან პროფილაქტიკის ის მედიკამენტი, რომელიც შეიძლება პრევენციით, დიახ. ამიტომ რაღაც სპეციფიკა ყველა რეგიონს ახლავს და ჩვენ ამ სპეციფიკების გათვალისწინებით და კიდე შეიძლება იმდენად დაგროვდა ბევრი პრობლემა, რომ ის გადასაწყვეტი თუ არ გადაწყვეტ, ეს პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩვენ სახელმწიფოს არ გვაქვს არც ერთი დღეს გამართული სტაციონარი, რომ მაგალითი მივცეთ კერძო სტრუქტურებს და ჩვენი მოსახლეობა დავისვათ რისკს. თვითონ სამეცნიერო ბიზნესიც, თქვენ ახლა ეკონომიკაზე ძალიან სამეცნიერო საქმიანობა უკვე სამეცნიერო ბიზნესია, სამეცნიერო ბიზნესთან ახლავს წარმატება და წარმატებლობა შეიძლება არასდროს დაგეგმილმა იგივე სერვისების მიწოდება, მანასაური და სხვა ფორმებად გამოიწვიოს გაკოტრება, ფინანსური უკმარისობა, რაღაც შეზღუდოს და წესებულების საქმიანობა. ამიტომ ხო არ ჩააყენებს სახელმწიფო ამ შემთხვევაში თუ მას თავისი კონკრეტული მართლობა ეხება არა კონკურენტული ან გარემოში. სახელმწიფოს ამ შემთხვევაში შეუძლია კონდეს მცირე სიმძლავრის მრავალპროფილიანი რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო, რომელსაც ძალიან დიდი ტრადიციები აქვს ბათუმში და ის რომ დაანგრიოთ მიწასთან გაასწოროს მოსახლეობა კიდე 10 წელი ივლისის იმ ადგილთან, როგორც კი რაღაცა პრობლემა დაუდგება, იმიტომ ისტორიული მეხსიერება მიიღმას იქ იმდენად კარგი ტრადიციების პატარებელი საავადმყოფო იყო. მე ვფიქრობ, რომ რეგულაციები როგორ შემოიღოთ მაშინ ამ ამიტომ არავითარი რეგულაცია ძალიან მარტივად კეთდება. ბაზარი არეგულირებს ყველაფერს. თუ სახელმწიფოს ეკდება მის 100% წილობის საკუთრებაში, დაუშვათ მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო, ფასი არ იქნება იმაზე დაბალი, რაც ღირს, ფასი იქნება ყოველთვის რეალური, მაგრამ არ უნდა იყოს გადაჭარბებული და არ უნდა იყოს 50%-იანი მოგება. ამ შემთხვევაში სახელმწიფო შეუძლია არეგულიროს ფასიც, ხარისხიც და მოთხოვნილებას რატო იცით? ამ შემთხვევაში სახელმწიფო არ აიღებს იმაზე მეც, რაც მას სჭირდება. თქვენ გახსოვთ კომპანიები, ფარმაცევტული კომპანიები, როცა ფასი იყო ძალიან მაღალი და რატომ თვითღირებული იყო მაღალი, წამოს არა. უბრალოდ ძალიან დიდი მოგება იყო ჩადებული, მაგრამ როგორც კი შემოვიდა სხვა კომპანია, რომელმაც რეალური ფასი დაადო, იგივე ფასები დავარდა ქვევით. იგივე შეიძლება მოხდეს, სახელმწიფომ არ უნდა შეუშალოს ხელი კერძო ბიზნესის განვითარებას, მაგრამ სახელმწიფო უნდა იყოს მაგალითის მიმცემი, თუ როგორ შეიძლება სამეცნიერო სერვისების მიწოდება ხარისხიანი, ძალიან მაღალი ხარისხიანი, თანამედროვე ტექნოლოგიებით და როგორ შეიძლება მას ჰქონდეს ის რეალური ფასი, რაც ღირს. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ამ უძრავი ინფორმაციისთვის. მინდა წარმატებები გისურვოთ თქვენ სამინისტროს და თქვენ პირადად როგორც მინის მომავალ საქმიანობაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ.
მე ვფიქრობ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ბატონო თამაზ, ბატონო სიმონ, თქვენთან მინდა ისევ გადმოვიდე რაღაც კონკრეტული, თქვა სოციალური პოლიტიკის ნაწილი არის სწორედ აი ამ კუთხით ბიზნესის განვითარება და თქვენი ორგანიზაცია მუშაობს თუ არა მიმართულებით, თქვა რა ევროპული გამოცდილება, რა საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც შეიძლება გადმოვიღოთ აქა. იცით რა ხდება ამ შემთხვევაში მე ორი შეკითხვა დავუსვი, მინის პრინციპში პასუხი იქნა გაცემული, მაგრამ თქვენი როგორც ექსპერტების აზრი მაინტერესებს. ანუ ცხადია სახელმწიფო პრაქტიკულად აპრიორი არ დაუშვებს კონკრეტული დემპინგური ფაზების შემოღება სამედიცინო მომსახურების ბაზარზე. მეორეს მხრივ, რამდენად შეუწყობს ეს კონკურენციის ზრდას, ხელს ან რაღაც რეგულაციების მექანიზმების შემოღება სერვისების კუთხით. აი თქვენი მოსაზრება ძალიან საინტერესოა ამ საკითხთან მიმართებაში. დიახ, ამ ნაწილში ბატონო მინს ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმ გამონათქვამში, რომ ბაზარი არეგულირებს ყველაფერს. საერთაშორისო გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში არსებობს, რომ ჯანდაცვის ბაზარი ძალიან განსხვავდება სხვა ბაზისაგან. არ დავიწყებ ახლა ლექციის წაკითხვას ამის შესახებ, მაგრამ არის სხვადასხვა პირობები, რის გამოც ჯანდაცვის ბაზარი არ არის სრულყოფილი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს გარკვეული რეგულაციები და ჩვენ თუ შევხედოთ მაგალითად ისეთი ჯანდაცვის ბაზარი, სადაც ყველაზე მეტად წარმოდგენილი ჯანდაცვის სისტემაში, მაგალითად იგივე ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში, ჯანდაცვის ბაზარი ყველაზე მეტად არის და ჯანდაცვის სექტორი ყველაზე მეტად არის რეგულაციები დატვირთული. ეს ხდება თუნდაც იმის გამო, რომ არასრულყოფილი ინფორმაცია არსებობს ბაზაზე შესვლისა და გასვლის პრობლემა, არ არის სერვისი ერთგვაროვანი და ძალიან სხვა პრობლემები. ამის გამო ძალიან ძნელია რომ დაეთანხმო, რომ ბაზარი მით უმეტეს ახლა აჭარის რეგიონში ვერ ძალიან მიჭის ამას გამო მოსაზრებაზე დათანხმება იმის გამო, რომ აჭარის რეგიონში ფაქტიურად არსებობს ერთი სადაზღვევო კომპანია, რომელსაც გააჩნია ყველა რაიონში თავისი სამონტყოფოები და ფაქტიურად მონოპოლია არსებობს ამ შემთხვევაში და რომელ ბაზაზე და რომელ კონკურენციაზე საუბარი ცოტა ვერ გავიგე ამ შემთხვევაში. ასევე ძალიან ძნელია წარმოიდგინო მეორე მხრივ, რომ არსებობს მხოლოდ სახელმწიფოს სამონტყოფოები საერთოდ იმ ქვეყნებშიდაც კი, რომელთა ჯანდაცვის სისტემა უფრო სოციალურ მოდელებზეა მოწყობილი, იგივე ბისმარკის მოდელზე ან ნაციონალური ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ინგლისში არის, რომელშიდაც სახელმწიფო უფრო დიდ მონაწილეობას ღებულობს სერვისების დაფინანსებაში. ამ შემთხვევაშიდაც კი სერვისების მიმწოდებლები ან პროვაიდერები მაინც არიან კერძო ორგანიზაციები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნებში და ითაც ჩვენ გავსხვავდები და ამას არავინ არ აქცევს კიდევ ყურადღებას, საქართველოს განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან აგრეთვე იმიტომ, საქართველოში ჯანდაცვის ორგანიზაციები ძირითადად არიან კერძო მომგებიანები. ხოლო სხვა ქვეყნებში ძალიან მნიშვნელოვანია კერძო არამომგებიანი ორგანიზაციების წილი, იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ძალიან მნიშვნელოვანი არის კერძო არამომგებიანი ორგანიზაციების წილი, იგივე ევროპაში, ჰოლანდიაში, გერმანიაში შეიძლება ეს ორგანიზაციები იყვნენ. კერძო რა თქმა უნდა არსებობენ მომგებიანი ორგანიზაციები, მაგრამ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არამომგებიანი ორგანიზაციების წილი. რადგანაც ძირითადი კერძო მომგებიანი ორგანიზაციების თავარი ამოსავალი მაინც არის მოგების მიღება, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, როდესაც ორგანიზაცია ორიენტირებულია მოგების მიღებაზე, ხშირ შემთხვევაში პაციენტის ინტერესები ასე ვთქვათ ილახება და პაციენტს ბუნებრივია პრობლემა არის კიდევ ის, რომ პაციენტს არ გააჩნია სრულყოფილი ინფორმაცია, მას წარმოდგენა არ აქვს იმ მკურნალობის სახეზე, რომელსაც მას ექიმი უნიშნავს, რამდენად ხარისხიანია ან იმ თანხას, რომელსაც ამ მომსახურებაში იხდის, რამდენად არის ეს ფასი ხარისხთან მიმართებაში. ამის შესახებ პაციენტს წარმოდგენა არ აქვს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პაციენტის ინტერესები იყოს დაცული და ორგანიზაცია მხოლოდ მოგებაზე არ იფიქროს და როგორმე პაციენტის ინტერესების დაცული იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან არსებობდეს გარკვეული რეგულაციები. და სწორედ ეს მივიღეთ წინა ხელისუფლების დროს, როდესაც მოხდა კერძო მომგებიანი ორგანიზაციები ძალიან და თითქმის მთელი სისტემის განკერძოება და ამასთან უძღოდა გარკვეული რეგულაციების შემუშავება, ფაქტიურად მივიღეთ ძალიან ცუდი მდგომარეობა. ჯერ
ერთი ძალიან მოიმატა ფასებმა და მეორე მხრივ ვთქვათ რომ კუნალობის ხარისხი გაუმჯობეს და ამ მხრივ 10 გამოკვლევა რომელიც ბოლო პერიოდში ჩატარებულა 10 გამოკვლევა ანაბობს რომ ამ კერძო მომგებიან სისტემაზე გადაყვანამ გამოიწვია კუნალობის ხარისხის გაუმჯობესება. ეს ბუნებრივია მოხდა იმის გამო რომ სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობდა შესაბამისი რეგულაციები, ხოლო კერძო ორგანიზაციებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო კიდევ ფაქტორი რომელიც ძალიან დასარეგულირებელია ესა ასე ვთქვათ ინტერესთა სერიოზული კონფლიქტი, როდესაც მაგალითად იგივე ფარმაცევტულ კომპანია არის აქვს როგორც სხვადასხვა კომპანია არის სერვისის მიმწოდებელი არის ასევე მედიკამენტების როგორც იმპორტიანი ისე მწარმოებელი ამ შემთხვევაში ძალიან მანკიერ წესთან გვაქვს საქმე რომლის რეგულირება მარტო ბაზაზე მინდობით შეუძლებელია ამას ყველა სხვა ქვეყნის გამოცდილება აჩვენებს და წარმოუდგენელია ეს საქართველოში ბაზარმა დაარეგულირებს, როდესაც ამხელა გამოცდილება გვაქვს სხვა ქვეყნებისა, რომელიც საწინააღმდეგო სამტკიცებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო უფრო მეტი ასე ვთქვათ მონაწილეობა მიიღოს ამ რეგულირების პროცესის ასე ვთქვათ გამართვაში და ხელი შეუწყოს აგრევე ესეთვე კერძო ვთქვათ არამონგებიანი ეს ხელი შეწყობა იქნება ისე თუ შემუშავდება რაღაც კანონმდებლობა, რომელიც ხელ შეუწყოს კერძო არამონგებიანი ორგანიზაციების ჩამოყალიბებას ჯანდაცვის სექტორში, რომელთაც ძირითადი ასე ვთქვათ мотиваცია სწორედ იქნება მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესება და ისინი მოგებაზე არ იქნებიან მარტო და მარტო ორიენტირებული. ამერიკაში ძალიან ბევრი ასეთი ორგანიზაციები და ბევრია იმის გამო, რომ კანონმდებლობაც ხელს უწყობს ასეთი ორგანიზაციების არსებობას. ასევე არაკომერციული ორგანიზაციები გაქვთ. ძალიან ბევრი საკითხია. დიდი ბოდიში არაკომერციული ორგანიზაციები გაქვთ ხედველობაში რომ არაკომერციული დიახ არაკომერციული კერძო არამონგებიანი ორგანიზაციები არაკომერციული ორგანიზაციები რომლებიც მრავალი არის ჯანდაცვის სექტორში ძალიან დიდი წილი დღევანდელ დღესაც ძალიან დიდი წილი იგივე ამერიკის შეერთებულ შტატების რადგანაც მე ამერიკის შეერთებულ შტატებზე ვამახვილებ ყურადღებას იმიტომ რომ ჩვენთან ისეთი სახის რეფორმები განხორციელდა ლიბერალური რეფორმები წინა ხელისუფლების პერიოდში რომ ძირითადი ნაწილი თითქმის ბაზი ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ასეთმა ორგანიზაციებმა დაიჭკავეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ის საკითხები რომელიც ვთქვათ ამერიკამ ძალიან რამოდენიმე ათეული წლის წინ გაიარა და ის პრობლემები რომელიც მას შეხვდა ჩვენ იგივე არ გამიმეოროთ და რაღაც ფორმით ეს პრობლემები და ეს საკითხები იყოს როგორმე გამოსწორებული და რისკები თავიდან ნაცილებული. დიდი მადლობა ბატონო თამასო და დრო გრჩება 2 წუთი და თქვენს იქნება. მე ვეთანხმები ჩვენს დომარს იმაში რომ მონოპოლიები და ზუსტად ამ მონოპოლიებმა რომელიც ყველა სფეროში შექმნა წინა ხელისუფლებამ მიგვიყვანა იქამდე რომ არც ერთი სფერო არ განვითარდა და დღეს არის ეს გამოსასწორებელი. საერთოდ ჩვენ მივედით ყველა მივდასყდამდე რომ ქვეყანაში ჯანდაცვის პოლიტიკა რომ იყოს გაუმჯობესებული აუცილებელია ამაში დიდი წვლილი მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფომ და ეს უნდა ემყარებოდეს და ეფუძნებოდეს ეს პოლიტიკა იმას რომ ყველა ოჯახმა, ყველა ადამიანმა, ვისაც ამ სერვისის სარგებლობა უწევს, სოფელში იქნება თუ ბარში, ეს უნდა იგრძნოს. თუ ადამიანმა არ იგრძნო ეს ყველაფერი, რაზეც ახლა მინისტრმა ისაუბრა და რაზეც ხელისუფლება ისაუბრებს მომავალში, არაფერი შეიცვლება. ეს ყველაფერი, ეს ცვლილება, ეს სტრატეგია, ეს პოლიტიკა და ეს მიზნები უნდა იყოს მორგებული ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობენ ქალაქში და რომლებიც ცხოვრობენ სოფელში. აი ეს იქნება ჩემი ბოლოს. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, მე უბრალოდ მინდა ბატონ მინის ბოდიში მოვხადოს სხვადასხვა ბატონი სიმონი საუბრობდა იქ. ეს იყო საკმაოდ ფართო ინტერვიუ, დაახლოებით 35 წუთიანი ჩვენ მოგვიწია ამის ძირითადი ნაწილი შენება რაღაც ნაწილის ამოჭერდა, სწორედ იქ საუბრობდა ადამიანს, აი რასაც ახლა თქვენ ბრძანებთ, რომ ანუ უნდა დადგეს საქართველოში დრო, როცა ადამიანისთვის მნიშვნელობა არ ექნება, მას არჩევანი ექნება კერძოში თუ მივიდეს სახელმწიფოში, უბრალოდ ის ორიენტირებული იქნება სერვისზე და ის მიიღებს იმ საჭირო სერვისს. და თუ კი ალბათ ჩვენ სულ ყველანი თქვენთან ერთად ბედნიერები ვიქნებით, როცა ვიცხოვრებთ ქვეყანაში, სადაც სწორედ სერვისის მისაღებად მივა სახელმწიფო თუ არა სახელმწიფო თუ შერეული ფორმის კლინიკაში და სოციალურად აბსოლუტურად დაცული მოსახლეობა გვეყოლება. დიდი მადლობა ბატონებო გადაცემაში მონაწილეობისთვის, დიდი მადლობა ბატონ მინის საინტერესო ინტერვიუსთვის. მაყურებელს ერთი კვირით კეთილი უსტრულებით ვებშიდევებით, მომავალ შეხვედრამდე.